იერუსალიმში მადლმოსილი ცეცხლი გადმოვიდა. ცეცხლის გადმოსვლის სასწაული პირველი არხის მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა. მასხობის ტაძარი იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის შესვლის შემდეგ დაიხურა. გაიმართა წმინდა ცეცხლის ლიტანია. ცეცხლის გადმოსვლის რიტუალში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული პილიგრიმი იღებდა. მათ შორის ქართველი მომლოცველებიც, რომლებიც ცეცხლს საქართველოში დღეს ღამით ჩამოიტანენ. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში მადლმოსილ ცეცხლს ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებები არ გააჩნდა. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეებმა ის სახეზე გადაიტანეს. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად მე-3 საუკუნეში გადმოვიდა, მას შემდეგ მორწმუნეების სასწაულს მთელი წლის განმავლობაში ემატა. წმინდა ცეცხლის მომლოცველები საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. მრევლი ცეცხლს აეროპორტშივე დახვდება. წმინდა ცეცხლი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ. საზემო ლიტურგია კი ყველა ტაძარში დღეს ღამის 11 საათზე დაიწყება და დილამდე გაგრძელდება. 12 საათზე ყველა ეკლესიაში შესრულდება ლიტონიობა, რომლის დროსაც სასულიერო პირები და მრევლი ანთებული სანთლებით და გალობით ტაძარს სამჯერ შემოუვლიან. და რატი მუჯერი ჩაგვრთვება პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან, რატი გისმენთ? აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ელოდებიან მთელ ქრისტიანულ სამყაროში და მათ შორის ქართველი მართლმადიდებლების დღეს დიდი მოლოდინი იყო იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით. დღესვე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება სააღდგომო ლიტურგია, რომელიც 11 საათზე დაიწყება, ასევე 12 საათზე იქნება ლიტანიების ცერემონია. მთელ ქრისტიანული სამყარო ზეიმობს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას, შაბათს და არიან მოლოდინში იმ სასწაულს, რომელიც აერთიანებს თელ ქრისტიანულ სამყაროსთან და რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული ქრისტიანული სამყაროსთვის. ეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. დღეს იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოვიდა, ნიშნად იმისა, რომ თითოეულ მორწმუნეს მეორედ მოსვლამდე აქ საშუალება ეზიაროს ქრისტეს მაცხოვრებელ ზიარებას, მის ცნებებს და გოლგოთის აღმართი აიაროს ისე, როგორც მას უფალმა გამოწესა. ქრისტიანისთვის ამაზე აღმატებული და ამაზე დიდი დღესასწაული ადასებობს, როგორც არის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. ყოველ წელს, რა თქმა უნდა, ტაძარში ხვდებით, ვადიდებთ უფალს. დღესვე ქართული მორწმუნეები წმინდა მიწიდან ჩამოიტანენ სასწauლებრივ ცეცხლს, რომელიც შემდეგ უკვე დაარიგდება საქართველოს ეკლესიებში. ეს არის ცეცხლი და არის სასწაული, რომელიც ყოველ წელს ხდება და როგორც გითხარით, დღეს ქართული მორწმუნეები მას საღამოს საქართველოში ჩამოიტანენ. დიდი მადლობა.